მელაშვილი ჩაგვერთვება ევროპულ ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი მოგესალმებით. გამარჯობა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა. გიორგი, იმედია მოასწარეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის გაცნობა, ამ ტექსტის გაცნობა, ამაზე უნდა კითხოთ. რა არის ძირითადი მიგნებები ამ ტექსტში და რა არის ახალი და რა არის ის ძველი, რაც ხაზგასაცმელია კვლავ და დარჩა ადგილს. ხო, ირაკლი, ჩემგანაც ცოტა მოულოდნელი იქნება პასუხი არა, ასე რომ კარგი პასუხი. იმედი არ გავიწევი იმედებს. კი ბატონო. არ გაცნობა. ხო. თუ ჩვენ შევხედავთ ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი მოგზაურობრივი აზრით ამ შემთხვევაში არის SWIFT-ის ხსენება. აქამდე სხვა დანარჩენი რაც იყო, ეხლა არჩევნებზე ბევრი ისაუბრეთ, ამიტომ მოდი ამ თემაში არ შევალ მაინც და მაინც, მაგრამ ყველაზე პრობლემური არის SWIFT-ის ხსენება. პირველად ამ კონტექსტში აქამდე SWIFT-თან დაკავშირებით საუბრები ძირითადად იყო კონკრეტული ადამიანების ფინანსური სანქციების კუთხით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსური სისტემა გამოიფიშება SWIFT-ს და ამისი საფრთხე, როგორც ჩანს, არსებობს, იმიტომ რომ ევროპარლამენტი არ შემოიტანდა ამ თემას იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა სერიოზული განხილვა და სავარაუდოდ გარკვეული კომუნიკაცია კომისიას იყო ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ძირითადად არის აგებული ჩვენ ორ მთავარ ბანკზე, ეს არის საქართველოს ბანკი და TBC, მთელი ფინანსური სისტემის გათიშვა SWIFT-დან ეს იქნება 90-იანებზე უარესიც კი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ SWIFT-ი, ანუ საბანკო გადარიცხვების განხორციელების შესაძლებლობა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძვლებისთვის და იმ შემთხვევაში თუ რამე ტიპის საფრთხე ამ ყველაფერზე აემუქრება, ამ შემთხვევაში აი ინვესტიციებზე ხო საერთოდ შეგვიძლია დავივიწყოთ ქვეყანაში ნებისმიერ და საერთოდ ძალიან გაჭირდება ელემენტარული ეკონომიკური ტრანზაქციების განხორციელება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქამდე ევროპარლამენტს, ევროკომისიას, შეერთებული შტატების ხაზინას არ უხსენებია საქართველოს სანქციების საქართველოში სანქციების განხორციელებასთან დაკავშირებით არის რა თქმა უნდა SWIFT. სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის პრობლემური ასოცირების ხელშეკრულების დღის რიგის გადახედვა. ისედაც პრობლემური არის, მაგრამ ქართულმა ოცნებამ თვითონ შეწყვიტა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აქედან გამომდინარე, ასოცირების ხელშეკრულება ამ შემთხვევაში საერთოდ მეორე და მეათე ხარისხოვანი ხდება. SWIFT-ი არის ის, რაც მე გავამახვილებდი ყურადღებას ახლა. კი, ნამდვილად, თუმცა SWIFT-ი საშიში სიტყვა არის, იმიტომ რომ SWIFT-ი არ არის უბრალოდ არ შეეხება უბრალოდ რეჟიმის გულს, რეჟიმის ნაწილს, ივანიშვილს. SWIFT-ი შეგვეხება ყველა ჩვენგანს. და იმაზე უფრო მძიმედ ვიდრე ვიზა ლიბერალიზაცია. აი ეს რომ განვმარტოთ მათ შორის ჩვენს მაყურებელს, ეს გამოდის რეალურად, ასე ვთქვათ, ქართული ხალხი იმსახურებდა რაღაცებს და მთავრობა ცუდი ყავდა, მაგრამ გამოდის რომ ქართულ ხალხამდეც მოვიდა, ხო, ეს მთავრობის ეფექტი და სიცრუდე და ამიტომ ბევრი კითხვა არსებობს ხოლმე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები არის ეხმარება ივანიშვილის პროპაგანდაში. აი, ალბათ ხსმენიათ კიდეც, ხო, ასეთ. ამ რო უპასუხოთ ამ კომენტატორებს. ხო, ანუ არასერიოზული არის ევროპარლამენტის რეზოლუცია თავისი არსით გვიჩვენებს ტენდენციას, რომელიც არსებობს ევროკავშირის შიგნით. ეს არის გაფრთხილების პირველი ხაზი რეჟიმისთვის და ამავდროულად ახსნა რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ელემენტარული საბაზისო დემოკრატიული რეფორმები არ იქნება ჩატარებული. ანუ ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი, რომელიც შედგება ევროპული პოლიტიკური ოჯახებისგან, რომელთა წევრები არიან ევროპის ქვეყნების მთავარი ყველა წამყვანი სახელმწიფოები, EPP, ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრი პოლიტიკური ძალა დღეს მართავს გერმანიას. ALDE, Renew, ევროპის განახლება, რომლის წევრი არის მაკრონი და ასე შემდეგ. ანუ ევროპარლამენტი მიუხედავად იმისა, რომ არ არის უშუალოდ არ ავალდებულებს და მისი რეზოლუციები ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, გვიჩვენებს ტენდენციას, გვიჩვენებს საითკენ მიდის ევროპული აზროვნება და ამისევე ნებისმიერ კრიტიკოსს უნდა გავახსენო, რომ წელიწად 2 წელია მიდის ქართული ოცნების კამპანია ევროპარლამენტის გასაშავებლად, თითქოს ჩალის ფასი აქვს რეზოლუციებზე, სხვა სრული სიგიჟეები რაც ჩვენ გვესმოდა და საბოლოო ჯამში ევროპარლამენტმა რა რეზოლუციებს მიიღო, ყველაფერი მიდის ზუსტად ამ რეზოლუციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპარლამენტს თავისი ბუნებით, როგორც ევროპის პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას.
უნდა გკითხოთ აუცილებლად გიორგი ოცნების მხარდამჭერმა ჯგუფმა საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო შესწორებები დააინიცირა ამასთან დაკავშირებით მოგვიყევით თუ შეიძლება ვინ არის ეს ხალხი კი, ქართული ოცნების მთავარი მხარდამჭერი ტრადიციულად არის ორბანის პოლიტიკური პარტია. ეს არის კონკრეტული ევროსკეპტიკური პოლიტიკური გაერთიანება, მაგრამ ორბანზე უარესი კიდევ არის ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელსაც ყავს თავისი პოლიტიკური გაერთიანება, მას ქვია სუვერენული ერთა ევროპა და ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ბირთვით მთავარი პოლიტიკური პარტია არის გერმანული AfD, არის ყველაზე პროპუტინისტური საერთოდ ევროპის მასშტაბით. ამ პოლიტიკურ პარტიას ახასიათებს ნაცისტური, არა ნაციონალისტური, არამედ ნაცისტური, აი გერმანიაში რო იყო მესამე რაიხის დროს, ეგეთი სოფხედველობა და საერთოდ გერმანიაში განიხილება რამდენად შეესაბამება ამ პარტიის ფასეულობები და გზავნილები გერმანიის კონსტიტუციას, ამიტომ სერიოზული განხილვა არის ამასთან დაკავშირებით და ყველაზე საინტერესო ჩვენთვის არის ის, რომ ამ პარტიის წარმომადგენლები მუდმივად ჩადიან სოხუმში და მონაწილეობას იღებენ იმ ფარსში, რასაც რუსეთი ატარებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ანუ ფაქტობრივად ამ პარტიას აღიარებული აქვს სოხუმი და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, როგორც რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორიები. ანუ აქ ჩვენ უკვე გვაქვს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევასთან პირდაპირ საქმე. და იმის გათვალისწინებით, რომ ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა პორტოს დეკლარაციას მხარი, რომელიც ევროპის საბჭოს ფორმატში იყო განხილული, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ ამ პოლიტიკური ძალისთვის რა არის პრიორიტეტი, ვიწრო პარტიული ამოცანები, რომ მათთვის უფრო მაღლა ვიდრე საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არის ეგეთი გამოთქმა, მანახები არის ჩვენი მეგობარი და მე ვიტყვი ვინ ხარ შენ, AfD, რომელიც არის პროპუტინისტური ძალა, რომელიც არის ნაცისტური ძალა და რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის გავლენა გაიზარდოს, არის ქართული ოცნების მხარდამჭერი. და რომელმაც სხვათა შორის, აი ამ განხილვების დრო დაინიცირა ჩასწორება, რომელიც საერთოდ ითხოვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზის შეწყვეტას. ანუ ისინი არ უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ყველა სხვა პარტიისგან განსხვავებით. გიორგი, აუცილებლად უნდა გკითხოთ თვითმმართველობის არჩევნებთან გაკეთებულ ჩანაწერს. დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს, იმიტომ რომ მე არ ველოდი გულწრფელად რო გითხრათ ევროპარლამენტისგან ასეთ შეფასებას, ველოდი უფრო ნეიტრალურს, როგორც ვიცით, თავიდან უფრო სხვა ტიპის შინაარსი მზადდებოდა, თუმცა შემდგომ შეიცვალა, ხო? და პრაქტიკულად აქ არის მოწოდება, რომ არსებული პირობების გათვალისწინებით ეს წერია პირდაპირ მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევას უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, მეტიც თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს. რამ გამოიწვია ასეთი მკაცრი, კონკრეტული და ძალიან ერთგვაროვნად გასაგები ტექსტი მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით ამ რეზოლუციაში? თუ ჩვენ შევხედავთ, როგორ ვითარდებოდა ეს რეზოლუცია, თავდაპირველი ჩასწორება, რომლის ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია, კიდევ უფრო მკაცრი იყო და ის საერთოდ ითხოვდა, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა შემდეგ ოდნავ შერბილდა ეს ჩანაწერი და მივიღეთ ის ჩანაწერი, რომელიც ეხლა გვაქვს. სრულიად გასაგები არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების კრიტიკა, იქნებ გამომდინარე, რომ ქართულმა ოცნებამ გააუარესა ელექტორალური გარემო, მაგალითად ძალიან დაკვირვება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა და ის манипуляция, რომელიც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პირადობებთან დაკავშირებით, როდესაც გახსოვთ გემახსოვრებათ, ადა ქალი, იარდა კაცი მოვიდა საარჩევნო უბანზე და ქალის ნაცვლად მიესახმა, ეგეთი შემთხვევების დაფიქსირება ახალი ჩასწორებებით და ახალი რეგულაციებით ხდება შეუძლებელი. ამით წესყოს კონტროლის და არჩევნებზე ნორმალური დაკვირვების ელემენტარული შესაძლებლობები ქართულმა ოცნებამ სრულიად მოწმა. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მიღებული ჩასწორებები ამ წესყოს მიერ მიღებულ რეგულაციებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება ის კამპანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც აკვირდებოდნენ ამ არჩევნებზე, დაიჭირეს ძალიან ბევრი პრობლემა. ამ თუ ეს ყველაფერი არ გამოსწორდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ნორმალურად ან რაღაცა დონეზე ჩატარებულ არჩევნებზე და საერთოდ მაშინ ამ ფარჩი მონაწილეობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, გაჩნდება.
ვინც ამაძოლებს ეს რეზოლუცია, რომელიც ისევ უტოვებს აქ ნებისმიერ სამართლიანი უტოვებს ქართულ ოცნებას შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს გარემო და ამ შემთხვევაში არჩევნებს კიდე რაღაცა აზრი ექნება, მაგრამ პრინციპის დონეზე ქართულმა ოცნებამ იმდენად გაუარესა საარჩევნო გარემო, რომ მასში მონაწილეობა უბრალოდ სტატუს კვოში მონაწილეობას ნიშნავს. გასაგებია გიორგი და ბოლო თემაზე უნდა გკითხოთ, აუცილებლად არ შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას. ვიცით რომ აბუ-დაბიში დაიგეგმა 10-ში ხო თუ თარიღი არ მესშლება ნიკოლ ფაშინიანისა და ილხამ ალიევის შეხვედრა და როგორც მარკო რუბიომ თქვა, აი ბოლოსკენ მიდისო და კარგი იმედები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება შედგება. ჩვენ ვიცით რომ რუსეთის გავლენა ამ ორ ქვეყანაში ეფუძნებოდა იმას, რომ მათ შორის მშვიდობა არ იყო და მათ შორის თუ მშვიდობა იქნება, რუსეთის გავლენა იქ დამთავრებულია. რას ნიშნავს ეს ჩვენ ქვეყნისათვის ამ რეალობაში და ბევრს ეწერა სხვა შორის Facebook-ზე, რომ ეს შეხვედრა თბილისში უნდა იმართებოს და ნამდვილად თბილისი ყოველთვის იყო კავკასიის ამას ყველა აღიარებდა, ხო? კავკასიის დედაქალაქი ამ გაგებით თანაბრად ძვირფასი ყველა ხალხისათვის, რომლებიც აი ამ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ცხოვრობთ. ფაქტია, რომ ჩვენ არათუ რაც გეოგრაფიულად და კულტურულად, მაგრამ პოლიტიკურად ამორიცხულები ვართ მთლიანად ამ პროცესიდან. რას ნიშნავს შესაბამისად ეს ამორიცხვა ჩვენი მომავლისათვის? დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის პოლიტიკა კავკასიაში ყოველთვის იყო დაშალი და იბადა. ისინი თავს უჭერდნენ როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს ამ კონფლიქტში და მათი მთავარი ინტერესი იყო რაც შეიძლება დიდხანს ეს კონფლიქტი გაგრძელებულიყო. ჩვენ ნახეთ, რომ ახლა აზერბაიჯანმა მოახერხა საკუთარი ეროვნული ინტერესების განხორციელება და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა საკმაოდ მაღალ ფასად და ეხლა უკვე საუბარი არის კავკასიის, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის სრულ განახლებაზე. იმ შემთხვევაში თუ განიბლოკება სომხეთის და თურქეთის საზღვარი. იმ შემთხვევაში თუ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარის განბლოკვა ასევე მოხდება და ჩვენ ვიცით რომ ამ რუბიოს მხარდაჭერილი სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი იქნება რა თქმა უნდა ზანგეზურის კორიდორი ან სუნიკის კორიდორი, რაც მინდა დავუძახოთ და ამ შემთხვევაში ეს ავტომატურად ნიშნავს რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს უნიკალური გეოპოლიტიკური როლი, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთადერთი სატრანზიტო დერეფანი იმ წუთასვე ჩამოიშლება, იმ წუთასვე გაქრება ეს კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენ გვქონდა, აღარ იარსებებს და კავკასიაში იქნება ორი დერეფანი, რომელიც ერთმანეთთან გარკვეულწილად კონკურენციაში შედგება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს კონკურენტული უპირატესობა უნდა გამხდარიყო ანაკლით სპორტი ერთი და მეორე დემოკრატიის შუქურობა, დასავლეთის მთავარი მოკავშირეობა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ როგორც ანაკლით სპორტი, ასევე დასავლეთთან ურთიერთობები სრულიად გაანადგურა და გააცამყა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სომხეთი და აზერბაიჯანი ახალ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში დასავლეთთან ახლოს იქნება, საქართველო კიდე დარჩება ჩეჩნეთის სამხრეთით მდებარე რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ქართული ოცნების მმართველობა და ეს საგარეო პოლიტიკა კარდინალურად არ შეიცვალა. ასე რომ მთავარი ჩვენი ამოცანა დღეს არის გავიაზროთ რამდენად პრობლემურ სიტუაციაში ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ ის ეკონომიკური საწყისები და ჩვენი ეკონომიკის მთავარი საყრდენები ნელ-ნელა გვეცლება და თუ ქართული ოცნება გააგრძელებს ქვეყნის ასე მართვას, ჩვენ არ ვიცი ბელარუსის და ჩეჩნეთის მაგალითები საკმაოდ ადეკვატური არის იმისთვის, რომ გავიაზროთ სად იქნება საქართველოს უახლოეს პერიოდში. მადლობა ძალიან დიდი. გიორგი მელაშვილი იყო ჩვენთან ერთად ევროპულ ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი. გიორგი დაგემშვიდობებით და მშვიდობებით უკვე გიორგის. ამით ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. თქვენ წინ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა გელოდებათ. მე კი ხვალ დილით დაგიბრუნდებით და გეტყვით დილის 9-ზე კაი გუძე საქართველოს დარჩით ფორმულას.